ლონდონი გათენებიდან დაღამებამდე მოძრავია და ყველა სადღაც მიიჩქარის. ყოველ აპრილს 4 დღით კი ყველაზე ხალხმრავალი კენსინგტონია, სადაც დილიდან უამრავი ადამიანი იკრიბება. წელიწადში ერთხელ ლონდონში მსოფლიოს 120 ქვეყნიდან ჩამოსული გამომცემლები, ავტორები, მთარგმნელები და მყიდველები იღრიან თავს. ეს არის ფრანკფურტის შემდეგ ყველაზე დიდი წიგნის ბაზრობა. იმართება შეხვედრები, ტარდება მოლაპარაკებები და სწორედ აქ ირკვევა რა იქნება წლის ყველაზე გაყიდვადი წიგნი. ეს ბაზრობა 70-იანი წლებიდან იმართება და წიგნის ინდუსტრიაში ჩართული ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მე გამომცემელი ვარ. ვეძებ, რომელი წიგნი იქნება წელს საინტერესო. მსგავსი ბაზრობების გარეშე ეს ინდუსტრია წარმატებული ვერ იქნება. ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ იყოს საუკეთესო თარგმანი და გამოცემა, რათა ავტორის თითოეული სიტყვა მკითხველთან მივიდეს. აქ ყველანაირი ჟანრისა და თემატიკის წიგნს ნახავთ. პროცენტულად ყველაზე დიდი ადგილი ინგლისურ ლიტერატურას ეთმობა. ეს ჩერჩილის კუთხეა. ჩვენ გვაქვს მისი მზარეულის წიგნი, სადაც ყველა იმ კერძის რეცეპტია შესული, რაც ჩერჩილს უყვარდა. ელიზაბეთ მეორის 90 წლის იუბილეს უზარმაზარი წიგნი მიუძღვნეს. დედოფლად კურთხევიდან დღემდე მისი განვლილი გზა ხელით აიკინძა. ფოტოებიც კი ხელითაა დაწებებული. იუბილეზე ამ წიგნს გამორჩეულ სტუმრებს დაურიგებენ, შეძენა კი მხოლოდ კოლექციონერებს შეუძლიათ. ეს პიტერ პენია. ამ წიგნს წინასწარ გვიკვეთავენ, შემდეგ ფლობელის სახელი ეწერება. აკვარელის ნახატებითაა ილუსტრირებული და სულ 200 ცალი დავფესდეთ. უფრო მეტი ყურადღების მისაქცევად რამდენიმე წიგნის გმირების სამოსი მოირგო. მე სამეცნიერო ფანტასტიკის გმირი ვარ. აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ჩემს შესახებ. მოგესალმებით, ჩემი ისტორიები ყველაზე გაყიდვადია. რონ ჰაბარდი იმდენად მოთხოვნადია, რომ გინესის წიგნში შესული ავტორია. არის წიგნები, რომლებიც შეიძლება მხოლოდ ყდით განსაჯო. კულინარიული სახელმძღვანელო შოკოლადის სურნელით, სიგარას, რაგბის, ლუდის თუ საუკეთესო ხელჩანთების შექმნის ისტორიები. უცნაური ფორმის წიგნები მარკეტინგულად მომგებიანია. ეს ძალიან საინტერესოა. ნამცხვარი ძალიან გავს ნამდვილს. არაჩვეულებრივი სურნელია. ყდაზე არავინ ფიქრობს, როდესაც საქმე საქვეყნოდ პოპულარულ ავტორს ეხება. ეს ყველაზე ფერადი განყოფილება, ბაზრობას ძალიან დიდი ნაწილი ეთმობა საბავშვო წიგნებს. როულინგს რეკლამა დიდად აღარ სჭირდება, მაგრამ ჰარი პოტერი მაინც წარმოდგენილია. ივლისში ლონდონში ჰარი პოტერის სპექტაკლის პრემიერაა ჩანიშნული. ეს წიგნის სცენარია, თუმცა როგორ გაგრძელდება ჰარის ისტორია, ყველას აინტერესებს. შესაბამისად, მყიდველიც ბევრი ხავს. წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყანა იღებს. უკვე მეოთხედაა წარმოდგენილი საქართველო. ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა ქართველი ავტორების თარგმანები და ორიგინალები გამოფინა. დაახლოებით 21 ენაზე გამოიცა 100-მდე წიგნი ბოლო 5 წლის განმავლობაში. ყველაზე უფრო მეტი გამოცემა მაინც ინგლისურ და გერმანულ ენებზეა, მერე უკვე მოდის თურქული, იტალიური და ჩვენი რეგიონალური ენები. გალაქტიურ დაბიძის საიუბილეო წელი იყო და დავიწყე მისი ლექსების თარგმანი კარიქრის. ქართულ კუთხეს ხშირად სტუმრობს ქართველოლოგი და მთარგმნელი ლონდონის Queen Mary's უნივერსიტეტის პროფესორი დონალდ რეიფილდი. საქართველოში პირველად 70-იან წლებში ჩამოვიდა, მას შემდეგ 10-მდე წიგნი თარგმნა. ბოლოს ინგლისურად კვაჭი კვაჭანტირაძე გამოიცა. ახლა ბევრად მეტი ქართული წიგნი ითარგმნება ვიდრე ადრე. ეს აძლევს საშუალებას მსოფლიოს რომ გაეცნონ ქართულ ლიტერატურას. როდესაც იგებენ წიგნის შესახებ უკვე აინტერესებთ. ამიტომ უნდა იყოს მეტი რეკლამა. პროგრესი ნამდვილად შეიმჩნევა. უფრო დიდი გამოწვევა საქართველოს 2018 წელს ელოდება, როდესაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი იქნება. მზადების პროცესზე თავად ბაზრობის დირექტორი გვესაუბრა. 2018 წლამდე მჭიდროდ თანამშრომლობთ. ჩვენი სპეციალისტები სისტემატურად ჩადიან საქართველოში. ითარგმნება წიგნები და ვაცნობთ ქართულ ლიტერატურას უფრო მეტ ადამიანს. მსგავსი საერთაშორისო ბაზრობები ყოველთვის ნაყოფიერია. ლონდონში ქართველი ავტორები მოიწვიეს. დათო ტურაშვილი მისთვის საინტერესო ქვეყნების და მწერლების ახალ გამოცემებს გაეცნო და კანადის დახლზე საკუთარი წიგნიც აღმოაჩინა. ჯინსების თაობა 12 ენაზეა ნათარგმნი. იმისთვის რომ პოეტი და მწერალი დაფასდეს სხვა ქვეყნებში ისეთი შრომა ჭირდება ნიჭის გარდა. ავტორს იმდენი სიარული, იმდენი მკითხველთან შეხვედრა და რა ქვია, ამას ამის არ არის თანამედროვე წიგნი და მწერალი არ არსებობს. მე მივხვდი რომ რატო უნდოდეს მაგალითად კანადელს ქართული მწერლის გამოცემა, როგორც ჩანს, მათთვის ახალი და უცნობი ავტორი ვართ რა.
თვითმფრინავის ბიჭების ისტორია კანადელი გამომცემლისთვის იმდენად ემოციური აღმოჩნდა, გეგმავს სპექტაკლის დადგმაზეც იმუშაოს. ერთმა ნაცნობმა გამომიგზავნა დათო ტურაშვილის ნაწარმოებიდან რამდენიმე ფურცელი. წავიკითხე პირველი 3 გვერდი და ძალიან იმოქმედა, დავიწყე ტირილი. ჩემი ცოლი მეკითხება რა გატირებსო, მოიცა წაგეკითხავ მეთქი. მას 6 გვერდი წავუკითხე და იმანაც ტირილი დაიწყო. აი ეს არის ნამდვილი ლიტერატურა. თუ 6 გვერდი ასე იმოქმედებს, შეგეხება და ემოციას გამოიწვევს, ესაა ნამდვილი. ამიტომ ეგრევე გადავწყვიტე გამოცემა. ქართველი მწერლები წიგნის ბაზრობის პარალელურად საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის თავისადმი მიძღვნილ კვირეულში იღებენ მონაწილეობას. იმართება კინოჩვენებები, დისკუსიები და შეხვედრები. კვირეულის ზესტაფონში დაბადებულმა, მაგრამ რუსეთში აღზრდილმა გრიგორი ჩხარტიშვილმა გახსნა, რომელიც მსოფლიომ ბორის აკუნინის სახელით გაიცნო. პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე მწერალმა რუსეთი რამდენიმე წლის წინ დატოვა და ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. ადრე ინტერვიუებში ამბობდა, რომ რაიმე კავშირს საქართველოსთან ვერ გრძნობს, თუმცა ახლა ფიქრობს, რომ პუტინმა ყველაფერი შეცვალა. 2008 წელს ომის შემდეგ ხშირად მეკითხებოდნენ, რას ვფიქრობდი საქართველოზე. უფრო ხშირად საუბრობდი ამაზე. როდესაც პუტინის წინააღმდეგ გამოვდიოდი, პუტინმა თქვა, რომ მოსწონდა ჩემი ნამუშევრები, მაგრამ ჩემი ახირებული პოლიტიკური საქციელი, ჩემი ქართული წარმომავლობიდან გამომდინარეობდა და სხვა ქვეყნის ერთგული ვიყავი. ამის შემდეგ უფრო დეტალურად დავიწყე ჩემი წარმომავლობის შესწავლა. საქართველოს დამოუკიდებლობა და საბჭოეთიდან თავის დაღწევა იყო ქართველი მწერლების საუბრის მთავარი თემა. მისთვის როგორც მწერლისათვის საბჭოთა კავშირი რუსეთში არ დასრულებულა. მაშინ როდესაც საქართველოში ვფიქრობ, რომ საბჭოთა კავშირი დასრულებულია. ჩვენ ამ შემთხვევაში ბევრად უფრო წინა ვართ, ვიდრე თუნდაც ჩვენი მეზობლები. თუ აკუნინი მას თქვა, რომ რაკი ეს არ ხდება, თქვა იგივე რუსეთში, ის უკვე აღარ ცხოვრობს რუსეთში და აღარ დაბრუნდება, სანამ ეს ყველაფერი არ შეიცვლება. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს საუბრები, ძალიან აქტუალურია საქართველოს. ქართველ მწერლებს უმასპინძლეს BBC-ზე საქართველოს მიეძღვნა სტატიები პრესტიჟულ ბრიტანულ გამოცემებში. Guardian-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორია მაია ჯაგი, რომელიც ამ კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორია. რამდენიმე წლის წინ ჩავედი პირველად საქართველოში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიწვევით. მინდოდა კიდევ უფრო გამეღრმავებინა საქართველოს ცნობადობა ბრიტანეთში. ამიტომ შევარჩიე ასეთი ფორმატი, რომ მწერლები თავად მოუხდნენ საზოგადოებას საქართველოზე. დისკუსიას მოგვიანებით შეუერთდა აკა მორჩილაძე, რომელმაც ბავშვობის მეგობარ დათო ტურაშვილთან ერთად 9 აპრილი და 90-იანი წლები გაიხსენა. რთული დრო იყო, მიჭის აღწერა. უცნაური სიამოვნებები ვქონდა, მაგალითად, აბაზანის მიღება, ეს იყო საოცრება. უნდა გაგეცხელებინა ცალკე წყალი, შეგეტანა, დაგეცხა და თან ცოლისთვის დაგეძახა კიდევ ერთი შემომიტანი. არაფერი გქონდა. ერთი ნამცხვარი იყო უშაქრო, კარაქის გარეშე, მაგრამ მაინც გემრიელად გვეჩვენებოდა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის სახელს ვეძახდით. სიგუას ნამცხვარი. ეს სურეალისტური დრო იყო. წერალს ყარაბაღის განახლებულ კონფლიქტზე საკუთარი აზრის გამოთქმას სთხოვეს. ერთხელ მითხრეს შენს მეგობარს აკა მორჩილაძეს უთხარი, რომ მთიან ყარაბაღში ნარკოტიკები არაა. ხო, შეცდომით გაიგეს. ვუთხარი, რომ დაკვირვებით წაიკითხეთ. იქ განჯაში მიდიან ამისთვის. მოგვიანებით ინტერვიუში მოგვიყვა, რომ პოლიტიკურ შეფასებებს არასდროს აკეთებს. მაშინაც კი არ მოსწონდა პოლიტიკა, როცა ჟურნალისტად გაზეთში მუშაობდა. პარლამენტში მიდიმოდი, ამოვშტედენ პარლამენტში. სამოსნობა, წერა გამართული, რა ქვია, შინაარსი და სიღრმე არანაირი, აი ესე. რა ქვია, იმიტომ რომ ამბებს ვერ ვფლობდი. აი რესპონდენტი არ მიყვარდა, ის არ მიყვარდა, ამბის გაგება არ მიყვარდა. ვიჯექი ვინც რაც მეტყობა დღის ბოლოსთვის რაღაც გროვდება. ნუ ამიტომაც 1-2 თვეზე მეტი არ გამაჩერეს თან. მაგან და მე უცბად კარგად გადამიყვანე სპორტში და ამით მორჩა. ბოლო პერიოდია ძველი თბილისის ისტორიებს ნაკლებად აღწერს. ახლანდელ თბილისში კი ქაოტური მშენებლობები აღელვებს. აი ანეკდოტი იყო, რომ ეს კრემლის კედელი დაინგრევა გურული თუ რაღაც თუ ქუთაისური არ მოხდა რატო და გამოიღებენ აგურს შედებენ ფერფლსა. რაღაცა ეგეთი გამოდის. მოჭრი ახეს დადგამეს ბოლოს დარჩება მარტო სახლები. ხო და რა ვიცი ხა თუ ეცხოვრებათ იქ სულ ანძღავენ ამ უბნებს რომლებშიც სახლებს აშენებენ და მაინც ყველანი გაშენებენ და იქ ცხოვრობენ. რა ვიცი. თბილისი არის როგორც აი დიდ ქალაქებში როგორც აი უნდა იპო შენი ადგილები რაღაცა ესეთი რაც გიყვარს და რაც არის და რაღაცები არის და ახლა არ ამბობს რაზე მუშაობს, სანამ წერას დაიწყებს, დიდხანს აგებს ამბავს. იდეა კი შეიძლება პატარა ჩანახატმაც გაუჩინოს. სურათს ხედავ და მე იმ სურათზე ანა ეწყობა რამე ანა რა ეწყობა.
ამას დრო უნდა. დიდხანს ვფიქრობ, მე უცბად წერ. თანდათან ემატე კი არ ვფიქრობ, თქვა დაემატა და უკვე ხედავ რომ შეიძლება დაწერ. ხან თბილისში ცხოვრობს, ხან ლონდონში. ინტერვიუები არ უყვარს, თუმცა 2018-ში მოუწევს, რადგან ფრანკფურტში ქართულ მწერლებზე კიდევ უფრო მეტი ინტერესი იქნება. კვირეულის შემდეგ ახალი საერთაშორისო გამოფენებისთვის მზადება უკვე დაიწყო. დრო თითქმის აღარ დარჩა.